რა ტიპის ხელისუფლება გვყავს დღეს შენი გადმოსახედიდან? დღეს როდესაც მას დაჭირდა უკვე და კრიტიკულ სიტუაციაში არის, ხო? გამოიყენა მაქსიმალური ზომები. ადამიანების შერჩევით, რომლებიც ამას ყველაფერს იკადრებენ. მაშინაც დასავლეთის აგენტი ხავი, ან ტროცკისტი, ახლა ან დასავლეთის აგენტი ხარ, ან მიშისტი ხარ. ნაცი ხარ და ყველაფრის ღირსი ხარ შესაბამისად. დეჰუმანიზაციის ფორმა, ისე ვიქვა, ხო, ეს არის აი ამ სივრცის ფორმა, რაც პოსტსაბჭოთა სივრცე არის. არის მის შანსი, რომ ივანიშვილმა მოახერხოს და მართლაც დაამყაროს ამ ქვეყანაში დიქტატურა რეალურად. მესმის, რომ დაახლოებით ეგეთი მეთოდებით ბოლშევიკებმა მიაღწიეს ამას და 70 წელი იყვნენ. თუ ქართული საზოგადოება უმეტესი ნაწილი ამისთვის არის მზად, რომ ეს ცხოვრება კონდეს, რა არის საჭირო გამარჯვებისთვის. ჩვენ ნაბიჯ უნდა მივიდეთ ამისკენ. ამას ვერ ჩააქრობენ, იმიტომ რომ ფიქრობ თუ არა რომ პრობლემა არის ასევე ოპოზიცია, რომელიც დისკრედიტირებულია დიქტატურა. იცი როგორი ამბავია? და ნდობა არა ხალხში საერთოდ. ხო, საზოგადოება უნდა იყოს ამისთვის მზად. საზოგადოების 5 ადამიანიდან 3 მაინც თუ ჯანსაღად უყურებს. ხო, მაშინ ეს ბრძოლა წავა დადებითისკენ. ცივილიზაციული ომია. დღეს ვართ ჩვენ ცივილიზაციური ომის აი პირდაპირ ცენტრში. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. თბილისში უკვე 116 დღეა უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მართლა ის აღარ არის ისეთი მასშტაბური, როგორც თავიდან იყო, მაგრამ სამაგეროდ არის უწყვეტი. ყოველ დღე ხალხი იკრიბება რუსთაველის გამზირზე და გამზირს კეტავს. ის კი არა 22 მარტს და 31 მარტს დაგეგმილია 2 მასშტაბური აქცია. ეს პროტესტი ხელისუფლებას ნერვებს ისე უშლის, რომ მას ყველანაირი მეთოდებით ებრძვის. თავიდან იყო ძალადობა, შემდეგ დაპატიმრებები, 50-ზე მეტი უკანონო პატიმარი გვყავს, შემდეგ კანონების გამკაცრება და მაღალი ჯარიმები. თუმცა, როგორც გითხარით, პროტესტი კვლავ არის უწყვეტი. მაგრამ ყოველ დღე ისმის კითხვა, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს და რაც თავარია, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს. რამდენად მიაღწევს პროტესტი მიზანს, რამდენად არის საპროტესტო მუხტი კვლავ მაღალი საზოგადოებაში, ან რაზე დგას დღემდე ხელისუფლების მხარდაჭერა. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადაცემაში მოვიწვიეთ მწერალი და რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მინდა რომ ზუსტად ვისაუბროთ ამ აქციებზე, იმაზე თუ სად არის დღეს ეს პროტესტი, სად მივიდა, ხო არ არის რაღაც სტაგნაციაში შესული და იმაზეც რასაც აკეთებს ხელისუფლება და როგორ ებრძვის ის ამ აქციებს, როგორ უპირისპირდება რა მეთოდებით. მithumetes შენ აქტიურად იკვლევ რომ მე-20 საუკუნის დასაწყისის ჩვენს ისტორიას და ბევრიავლებს ამ პარალელებებს და ამაზეც ვისაუბროთ. ბუნებრივია, ანუ მოდი დავიწყოთ ხელისუფლებით. რა ტიპის ხელისუფლება გვყავს დღეს შენი გადმოსახედიდან? მოგესალმებით. ჩვენ ხანდახან გვაქვს ხოლმე ესეთი დამოკიდებულება რა, როდესაც რაღაცა პერიოდზე და ეტაპზე ვლაპარაკობთ ხოლმე, ვიღებთ აი იმ წუთში და იმ დროს რა ხდება. რა თქმა უნდა, ეს გასათვალისწინებელია და ეს არის, მაგრამ ეს არის შედეგები გარკვეული. ეს არის შედეგი ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში, ეს არის შედეგი იმ ეპოქისა, როდესაც ეპოქიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთის იმპერია გაჩნდა საქართველოს რუკაზე და საქართველო გაჩნდა რუსეთის იმპერიის რუკაზე. ეს ძალიან დიდი ხნის ამბავი არის. პეტრე პირველამდე ხდება ეს ამბავი და ვერც წარმოიდგენთ როგორ ფაქტიურად როგორ ერთგვაროვნად მიყვება რუსეთის იმპერია საქართველოსთან ურთიერთობას. და აი ესეთივე შედეგი აქვს დღესაც. ზუსტად ესეთივე შედეგი არის. ეს არის, თითქმის 300 წლიანი ბრძოლის შედეგი და პერმანენტულად ხდება ეს ამბები ჩვენი და ამ იმპერიის ურთიერთობაში და დღევანდელი ხელისუფლებას და დღევანდელი მდგომარეობაც არის ამის შედეგი ზუსტად. იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოება 20 წლის დამოუკიდებლობა ვერ განსაზღვრეთ რომ ეს იმპერია არ გაჩერდება. ერთგვარი პრობლემა არის გაუნათლებლობის. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ინფორმირებულები და ის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ინფორმირებული არ არის, რა შეიძლება გააკეთოს რა ქვია იმპერია. ხო? რომელზეც რეალურად უნდა ჩვენი გაქრობა. აი პირდაპირი გაგებით უნდა რომ ჩვენ რუკაზე არ ვარსებობდით.
იმ შემადგენლობაში კი არ ვიყოთ, არ ვარსებობდეთ რუკაზე. და ერთ-ერთი შედეგი არის ეს დღევანდელი მდგომარეობა და დღევანდელი ხელისუფლება, იმიტომ რომ აი ესე მეთოდურად რუსეთის იმპერია მივიდა აქამდე იკვლია ქართული საზოგადოების ხასიათი და როგორი მისთვის სასარგებლო როგორი ადამიანები შეიძლება შეგროვდნენ ერთად, ხო? და მივიღეთ ის რაც მივიღეთ, ხო? ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, აი ეს გარკვეული საზოგადოების პროტესტი, ხო? საკმაოდ კი ძალიან დიდი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის პროტესტი და მეორე მხარე მასზე ძალადობა სახელმწიფო მანქანებით, ხო? უკვე აღარც არის გაფარული, ხო? ადრე რაღაცნაირად ფარავდნენ რაღაცა, დღეს ხდება ეს აბსოლუტურად იმპერიული რუსული მეთოდები. ის რასაც აკეთებდა ნიკოლოზ პირველი, ის რასაც აკეთებდა ეკატერინე მეორე მანამდე, ის რასაც აკეთებდნენ შემდეგი იმპერატორი ალექსანდრე მეორე, ასე შემდეგ მეთოდურად ხდება და რა თქმა უნდა ბოლშევიკების, იმიტომ რომ ბოლშევიკებმა ძალიან დიდი ძალადობა დააგროვეს ქვეყანაში, ჩვენ საზოგადოება შეგვაჩვიეს ამ ძალადობას. დამოუკიდებლობის პერიოდი, ეს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდი 90-იანები, ეს ჰაერიდან ჩამომხტარი არ არის, ხო? ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც შეეჩვენენ ამ ძალადობას. დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან, ხო? ვერც ერთმა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ის ხელისუფლებებიც ამ საზოგადოების წევრები არიან, პოსტბოლშევიკური საზოგადოების წევრები. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაარკვია, როგორ უნდა დაელაპარაკოს თავის ადამიანებს. სხვადასხვა ფორმით საქართველოში ძალადობრივი ურთიერთობა არის ჩვეულებრივი ამბავი. მე მაგალითად სულ ყველა ის გავიარებ, ხო? კომუნისტების პერიოდში სკოლაში სწავლობდი, ინსტიტუტში მაგ დროს მოვეწე, მე თავის დამოუკიდებლობა. ჩვენთვის ძალადობა იყო ურთიერთობის ჩვეული ფორმა, ხო? აი ჩვენ არც კი ვიცით რომ ეს ძალადობა იყო, ხო? რომ ალბათ გახსოვთ ხო ეს სლენგში სიტყვები აახიე, გატისკე და ასე შემდეგ, ხო? ეს ჩვეულებრივი ყოფიდან წამოსული არ არის. ეს არის ადამიანების ტვინში შემდგარი ყოფა. და რეალურად ეს რუსეთის იმპერია ძალიან კარგად იყენებს ამას, ხო? და დღეს როდესაც მას დაჭირდა უკვე და კრიტიკულ სიტუაციაში არის, ხო? გამოიყენა მაქსიმალური ზომები ადამიანების შერჩევით, რომლებიც ამას ყველაფერს იკადრებენ და ამას ყველაფერს გააკეთებენ, ხო? ის რაც ჩვენს გარშემო ხდება ახლა, ხო? დაწყებული საზამმართლოებიდან, აქციებზე ძალადობა, ქუჩებში ძალადობა, ასე შემდეგ. მე მაგალითად აი სოციალურ ქსელებში ძალადობა, ხო? ეს არის ის დაგროვილი, რაც ჩვენ აი ამ წლების განმავლობაში დავაგროვეთ და დღეს ვისაც ბევრი ფული აღმოაჩნდა, ის კარნახობს უკვე ამ ფორმას. საბოლოო ჯამში ხა ჩვენ გვაქვს ხელისუფლება, რომელიც ზად არის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერი იკადროს. შეგვიძლია ასე თქვა? ფაქტიურად, იმიტომ რომ რეალურად ყველაფერზე წავიდეს. ხო, რეალურად იმდენად აი მოდი დავანებოთ თავი პოლიტიკას, ხო? აი რაღაც პოლიტიკური ანგარიშები, ურთიერთობები, ასე შემდეგ, იმას რა უნდა, ამას რა უნდა. ადამიანური თვალსაზრისით იმდენად მძიმე ურთიერთობებში არის შესული, ხო? ეს პოლიტიკოსები სხვა ადამიანები არიან, გინდა პოზიცია, გინდა ხელისუფლება, გინდა ოპოზიცია, ხო? იმდენად შევიდნენ ამ ძალადობის პრობლემებში და ვინაიდან რადგანაც ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალადობის ძალა ხელში უკავიათ, ისინი ამას იყენებენ ძალიან უკვე იმდენად ბრუტალურად, რომ ამის უკან უკვე ბევრად ეჭვიჩდება, რომ ბევრად სხვა ინტერესებია. იმიტომ რომ ძალადობის ეს არ არის უბრალოდ ძალადობის შენარჩუნება, ან უბრალოდ დაუშვათ ხელისუფლების შენარჩუნება. ქონების ხელისუფლების შენარჩუნება, ან უბრალოდ ქონების გაფრთხილება. ამის უკან დგას რაღაცა ისეთი, რის გამოც ესე ბრუტალური მეთოდებით, ესეთი დრაკონული მეთოდებით, ან კანონებით ამ ადამიანების
ჩაგდება ისეთ მდგომარეობაში, რომ ვიღაცები უბრალოდ იძულებული არიან, რომ სხვა ადამიანებზე იძალადონ ფსიქოლოგიურად, გააშავონ ისინი, ან მაგალითად პოლიციელი ცრუ მოწმედ დაუდგეს, ხო? მე ვერ დავიჯერებ. აი, რაც არ უნდა დემორალიზებული იყოს პოლიცია, რომ იმას მაინც დისკომფორტი არ კონდეს, რომ ცრუ მოწმეა, ხო? ვერ დავიჯერ ხა შეიძლება 50-ზე მეტი ადამიანი ყავს დაჭერილი, ხო, რაღაც აბსოლუტურად ისეთი, ხო? ბრალდებებით, თან ბავშვები ზოგი, ხო, სტუდენტები 18-19 წლის ბავშვები, ჩემი კოლეგანზეა ამაღლობელი და ბევრი, ხო, რომელსაც უყენებენ აი მაქსიმალურ ბრალს, რაც შეიძლება რომ წაუყენოს არანაირი გირაო და ასე შემდეგ, ან ყველანი ციხეში და ანუ არაფერი ისეთი რაღაც უკან დახევა მაქსიმალურად წასვლა ბოლომდე. და პლუს ამ ხალხის ახალ დეჰუმანიზაცია, რომ ესენი ეს კი არ არიან რაღაც უბრალოდ აქტივისტები, ანუ პირიქით ისინი არიან მოძალადეები, ისინი ძალადობდნენ პროტესტის დროს და ასე შემდეგ. ხო, ამას ეუბნება ხელისუფლება მოსახლეობას. ზოგადად იმპერიულ სივრცეს მე ესე ვეძახი სულ იმპერიას ვეძახი, ხო? იმიტომ აბსოლუტურად იმპერიული კანონები არის, ხო, არის საზოგადოების ცხოვრების ფაქტიურად ორი წესი არსებობს, ხო? ერთი დემოკრატიული, ერთი დიქტატორული, ხო? ახლა რა მნიშვნელობა აქვს მეფე იქნება, დიქტატორი იქნება თუ ვიღაც მოგონილი დემოკრატიული მმართველი, ხო? ვითომ დემოკრატიული მმართველი, ხო? ეს ფორმა ურთიერთობის, ხო? როდესაც შენი მიზეზების, შენი სურვილების გამო მხოლოდ შენ ხარ მართალი, ხო? და ამის გამო იმორჩილებ ყველაფერს, ეს იქნება სასამართლო, ძალოვანი სტრუქტურები და ასე შემდეგ და მე ძალადობ საზოგადოებაზე, რომელსაც უბრალოდ სიმართლის თქმა უნდა, ხო? და სიმართლეს ამბობს, ეს უკვე რაღაცა ხო, პლუს აი რომ ვიხსენებთ, ხა შეიძლება გვახსენდება 37 წლები და ხშირად გვიგვირს, რომ აი ეს ხალხი ვინც იყო მაშინ ამ ძალადობას როგორ უჭერდა მხარს. ხო, ვიღაცები ხო იყო თავითონ წერდნენ დანოსებს და ასე შემდეგ და ზოგი ტაში უკრავდა და მხარს უჭერდა და ეხლა რომ უყურებ, იგივე ხდება, ხო? ამ ხელისუფლების მომხრეები ამ ყველაფერზე ან ჩუმად არიან, ან მხარს უჭერენ. შესაბამისად, ნუ უკვე აღარ მიგვირს, რომ იმ პერიოდშიც იმ დახურეტებს და ასე შემდეგ ვიღაცები ტაში უკრავდნენ და მხარს უჭერდნენ. რატო? იმიტომ რომ მაშინაც ხელისუფლება და ეხლაც ერთ და იგივე მეთოდებს მიმართავს ამ ხალხის დეჰუმანიზაციისთვის, გაშავებისთვის, რომ მათი მიმართ თანაგზნობა არ გაგიჩნდეს. ანუ მაშინაც გახსოვს იწერებოდა სტატიები, რომ ესენი არიან საფრანგეთის აგენტი, ბურჟუაზიული რაღაც კაპიტალისტური სამყაროს აგენტი, მათი წარმოდგენა ტროცკის აგენტი, ვიღაცის აგენტი. ანუ ეხლა ზუსტად იგივეა, ხო? ამ ადამიანებს ყველას ვინც ქუჩაში არიან, პრემიერ-მინისტრი გამოდის და ეძახის უცხო ქვეყნის აგენტებს, რომ მათ მიმართ არავის თანაგზნობა არ გაუჩნდეს. მეთოდი ხო იგივეა. ანუ მაშინ პაოლო იაშვილი და ვიღაც ტიციანტაბუზე იყო რაღაც საფრანგეთის და ვიღაცის აგენტები და ჯაშუშები და ამ მიზეზით გაასამართლეს ისინი ვიღაცებს დააჯერეს, ხო? იქ ვიღაცები მათი კოლეგების სტატიებს წერდნენ და აშავებდნენ თავიანთ კოლეგებს, ახლა ჩემზე უკეთიც. როგორც ხალხის მტრებს და ჯაშუშებს და ზუსტად იგივე მეთოდი, უბრალოდ ჯერ არ ხრიტავენ ამ ხალხს. მაგრამ გაშავების და დეჰუმანიზაციის მეთოდი ხო იგივეა. ზუსტად უცხო ქვეყნის აგენტებად გამოცხადდა და მაშინ იყო ან იყავი დასავლეთის, მაშინაც დასავლეთის აგენტი იყავი, ან ტროცკისტი, ახლა ან დასავლეთის აგენტი ხარ, ან მიშისტი ხარ. ნაცი ხარ და ყველაფრის ღირსი ხარ შესაბამისად. დეჰუმანიზაციის ფორმა, ისე ვიქვამობ, რა ეს არის აი ამ სივრცის ფორმა, რაც პოსტსაბჭოთა სივრცე არის. დეჰუმანიზირება, რომ საერთოდ ადამიანს ემპათიის გრძნობა არ გაუჩნდეს. აქ რაღაცა თავისი ამას ცოტა ფანატიზმი ქვია რა, როდესაც ის ეჭვი არანაირი ეჭვი არ ეპარება. შეიძლება ადამიანი მოკლა და ეს გაამართლო, ხო? მაგალითად უცებ პარალელი გავავლოთ, ხო? მე მახსოვს რა, რომ ბოლშევიკურ კომუნისტურ ხელისუფლებას, ხო? მე მახსოვს ესეთი ამბავი ჩემს ახალგაზრდობაში და ბიჭობაში, რომ მაგალითად სასამართლოს არანაირი აზრი არ ქონდა. ნუ აი საერთოდ ფუნქცია ქონდა დაკარგული. ჩვენ ვიცოდით რა, რომ სასამართლოს ვიღაცა მართავდა. ასევე დაკარგული ქონდა არჩევნებს ფუნქცია, ხო? მაგალითად ეს იყო რა, მაგალითად სამსახურში მოდიოდნენ და დღეს-სადღეს სასწაულად გავდივართ არჩევნებს და ყველა მაგას უნდა მივცეთ ხმა, ხო? ანუ ის ხმას, შეს როგორც პიროვნების ხმას
როგორც გადამწყვეტ შენი ქვეყნის, ხო? საერთოდ არანაირი ნოლი იყო პასუხისგებლობა რა. დღეს ჩვენ როდესაც ადამიანებს რაღაც არჩევნებზე ხანდახან ვამუნათებთ, ხო? და მართლაც ეგრე არის, ხო? მაგრამ ისინი იმას კი არ ფიქრობენ რა, რომ აი იმ ერთი ხმის ვისაც რაღაც გარკვეული მიმართულებით იმაზე რომ აიძულებენ რაღაცა მისაღმა, იმას კი არ ფიქრობენ რა, რომ ესენი რაღაც ცუდს აკეთებენ. ეს არის იმათვის უბრალოდ ერთი დღე, რომელსაც ისინი შემოსავალს იპოვიან. არა აქვს მნიშვნელობა ამ ხმას იმისთვის, ხო? ეს ამისი დევალვირება გააკეთეს და ასევე დევალვირება გააკეთეს პარტიული სუბიექტების, ხო? არ არსებობდა. ანუ პარტიული სუბიექტი რას ნიშნავს, ხო? რომ ეს არის გარკვეული საზოგადოების ნაწილი დაყოფილი სხვა რამდენიმე ჯგუფად, სადაც ერთს აქვს სახელმწიფო მართვის, ან ზოგადად საზოგადოების მართვის ესეთი რაღაცა მიმართულება, მეორე ფიქრობს, ესე ადამიანურ დონეზე რომ დავიყვანოთ, ხო? მე ეს ადამიანები ჯგუფდებიან ამ პარტიის პროგრამაში, ამ პარტიის პროგრამა. ეგ ხო არ არსებობდა კომუნისტების დროს, ხო? არ არსებობს ეგეთი რამე, ამიტომ განსხვავებული აზრი არ არსებობს თავისთავად. განსხვავებული აზრი თუ მიყვებით ამას ლოგიკურად, თუ განსხვავებული აზრი არ არსებობს, მაშინ მე და შენ რაზე გვაქვს ერთმანეთთან სალაპარაკო, შენ თუ სხვა აზრი გაქვს და მე სხვა აზრი მაქვს, ხო? მე თუ გაჯობებ, ესე იგი ჩემი აზრია მართალი. ფიზიკურად თუ გაჯობებ. ხო, ანუ ამაზე მიდის, ხო, ეხლა ბრძოლა გამოდის, მაგრამ რეალურად ხო, სინამდვილეში ეხლა ბრძოლა იმაზე კი არ მიდის, დასავლეთი გვინდა თუ რუსეთი, ვის დასავლეთნა ვის რუსეთი უნდა და ასე შემდეგ. სინამდვილეში ბრძოლა მიდის იმაზე, რომ ხელისუფლებაში მყოფ ძალას და კონკრეტულად ერთ ადამიანს უნდა ამ ხელისუფლებაში დარჩენა სამუდამოდ. და შესაბამისად, იმისთვის რომ სამუდამოდ დარჩე ხელისუფლებაში, უნდა დაამყარო ავტორიტარიზმი. ავტორიტარიზმს შენ ვერ დაამყარებ ამ მეთოდების გარეშე, იმიტომ რომ თუ თავისუფლება გექნება, მოვლენ და ჩამოგაგდებენ და ავტორიტარიზმს შენ ვერ დაამყარებ დასავლურ თავისუფალ სამყაროში წევრობის პირობებში. იმიტომ იქ ამას არ გაგიტარებენ. და შესაბამისად, აქედან გამომდინარე ხდება მე ყველაფერი, როცა შენ დასავლეთს უპირისპირდები, ევროკავშირს უწევდი, ანუ ამ ხალხს ახლა დააჯერეს თავად მომხრებს რა თითქოს მიდის ბრძოლა რაღაც იმაზე, ვინ საით გადაიხრება რა ასე შემდეგ. სინამდვილეში ბრძოლა მიდის იმაზე, რომ ამ ქვეყანაში დამყარდეს დიქტატურა საბოლოოდ. ხო? ამაზე მიდის. ეს ერთმანეთის თამდევი ამბავი. ხო, ამას ვამბობ. ეს არის ერთმანეთის თამდევი ამბავი. არ გამოვა. რუსეთს ახლა არ ადარდებს შენ დიქტატურა გექნება თუ აქ იქნება, თუ მისი იქნები. ხო, აი ერთმანეთის თამდევი ამბავია ეს რა, რომ ვინაიდან რადგანაც იმპერიას უნდა რომ ჩვენ არ ვარსებობდეთ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხო? აქედან გამომდინარე ის აძლევს ძალას იმ საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ამასთან რაღაცნაირად ფლირტს თამაშობენ, ხო? მე ძალიან მიჭირს ხოლმე იმაზე თქვა, სამშობლოს მოღალატე თუ რა, მაგრამ გარამიშლობა გრას დაარქმევ, ხო? თუ ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, შენი ავტორიტარიზმი გასაძლიერებლად იძულებული ხარ შეეკრა ისეთ ქვეყანას, რომელსაც შენი არსებობა არ უნდა. ანუ ამ შემთხვევაში რომ ჩვენ საუბრობთ ამ მეთოდზე, მე სულ მიკვირს მაგალითად, ხო, რომ თუ მაშინ ხალხი უჭერდა ბოლშევიკების ხარს დახვრეტებს, იმიტომ რომ ეუბნებოდა რომ ესენი მოღალატეები არიან. ეხლა თუ ეუბნებიან ამ ხალხზე, ვინც ციხეში არის, ვინც დაიჭირეს, რომ მოღალატეები არიან, ყველაფრის ღირსია და ეს ხალხი რომ ტაშს უკრავს ამას. ხვალ რომ მართლა მოითხოვონ ამ ხალხის დახვრიტა, ან ზეგ რო დაჭირდეთ, არ ვიცი, ან მართლა ციხეში ყველა ციხეში გამოკეტვა, ჩვენც რო დაგვიჭირო, ალბათ ეს ხალხი ამაზეც არ ამოიღებს ხმას, ხო? იმიტომ რომ ეტყვიან რომ ესენი მოღალატეები არიან, ვიღაც იმის, რა ქვია, deep state-ის თუ გლობალური ომის პარტიის რაღაც წარმომადგენლები თუ აგენტები. აი, აქამდე შეიძლება მივიდეთ. ხო, კი, იმიტომ რომ აი ხა მეთოდები კიდევ ერთხელ მოვიდა და იგივეა. შეიძლება განსხვავდება შედეგი, მათ ხვერეტადენ და აქ იჭერენ და აჯარიმებენ ჯერ. მაგრამ იმიტომ რომ ჯერ არ ჭირდებათ დახვრეტა, არ ვიცი. რო დაჭირდეთ რას იზამენ, არ ვიცი. იცი აი ხა მე მაგალითად პირადი ჩემი გამოსა მე რა ფიგურა ვარ ისეთი ამ პოლიტიკური ან გავლენებით, ხო? ჩემზეც კი, ხო? იმდენად ხანდახან ძიმე რაღაცა გაშავების ფორმებს ცდელობა არის ხოლმე, ხო? იმდენად მე მაგალითად ეგეთი ის არის რა, როდესაც მინდოდა გამერკვია რა ხდება რეალურად, ხო? იმიტომ რომ ძალიან ძნელია, ხო, რომ ადამიანებზე თქვა, რომ აი ესე იქცევა. ხანდახან ისეთი რომ გამომეკვლია, ხო? აღმოჩნდა საკმაოდ უსიამოვნო სიტუაციაში და დაურწმუნებულა, რომ მართლა სერიოზულად არის საქმე, იმიტომ რომ რაღაცა წითელი ხაზები გაიო ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცა გარკვეული ურთიერთობებში ძალიან ძიმე
რაღაცები მოვისმენ და ამის გამო გადავწყვიტე დავწმუნდი და მას მერე დავიწყე საუბარი აქტიური და მას მერე გადავწყვიტე რომ მე თქვა რაღაცა აქტიური იმიტომ რომ აი ამ ზღვრების წინაშე ვდგევართ ხო და ეხლა ხდება რაღაცა გარკვეული იმდენად უცნაურად გაშავების მცდელობები აი მე ვინა ვარ ხო არავინ ერთი რაღაცა ხელოვანი რომელიც ლიტერატურაში და კინოში რაღაცა არაფერი განსაკუთრებული ისეთი არ გამიკეთებია თუმცა სვამ თემებზე ვტრიალებ და ამის გარშემო ხო მაგრამ გაშავების მცდელობები რაღაცა ძალადობის ფორმები რომ მეც კი რაღაცნაირად შემიქმნა სიტუაცია რომ გავჩუმდე ხო რომ არ ვილაპარაკო აი ამ თემებზე არ ვილაპარაკო იმაზე რა რომ ეს ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს და აღარ უნდა გავიაროთ იმიტომ რომ ვიცი მე ამას არ ვილაპარაკობ არასოდეს ისე ჰაერზე და დღევანდელობიდან გამომდინარე ანუ როგორ უყურებენ იცი ეს ხალხი და მარტივ ხარდაჭერებს რომ ხელისუფლების შენარჩუნება არის უმაღლესი მიზანი და ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერი მოსულა ხო რა თქმა უნდა და შენ რა თუ გინდა ჩემი თქვა შეცვლა არ ვიცი ქუჩაში გამოდიხარ ჩემი დამხობა გინდა ან ჩემი რაღაც გადარჩევა გინდა ასე შემდეგ მე აბა მაშინ რასელოდე მე მოვალ და შენ გცე დაგიჭერ ყველაფერს გიზამ იმიტომ ხა შენ ჩემი შეცვლა გინდა და ეს როგორ შეიძლება ანუ ასე გეუბნებიან არა და დემოკრატიაში ხელისუფლების შეცვლა არის ხო უფრო ბუნებრივი ვიდრე სამუდამოდ ხელისუფლებაში დარჩენა ანუ შენ თუ მე ის ამბობს რომ მე როგორც მინდა ისე ჩავატარებ არჩევნებს არ და დავრჩები სამუდამოდ ხელისუფლებაში მე შენ თუ ქუჩაში გამოხვალ გცემ და ყველაფერს ვიკადრებ იმიტომ რომ ხელისუფლების შენარჩუნება არის უმაღლესი მიზანი და ყველაფერი მოსულა და ამ ხალხს ეს ხალხიც ამას იმეორებს მარტივ ხარდამჭერები რომ აბა რა შენ ხა ხელისუფლების შეცვლა გინდა და ხო არ მოგეფერებიან გაგლახავენ და დაგიჭერენ სხვა რას გიზამე ეს ლოგიკური გონია ეს არის დღევანდელი მდგომარეობა თუმცა ისე ვიბრუნდები რა რომ ჩემთვის ქარო ერთ-ერთმა ხელისუფლებამ ხო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ ისწავლა პოსტსაბჭოთა საბჭოთა ტრამვირებულ ადამიანთან საუბარი. საბჭოთა ადამიანი ბოლშევიკური ძალადობის მსხვერპლი ადამიანი ის მზად არის თავისთავად, იმისთვის მზად არის რომ ეს ყველაფერი მიიღოს ეს ძალადობა. ხო და მე პირიქით გონი ამათ კარგად ისწავლეს. ხო რა თქმა უნდა, ხო და ეს აი ჩვეულებრივ საზოგადოებაზე ვარ, რომ ისინი იმათთვის ჩვეულებრივი ამბავი ეს ძალადობა, ხო? ის ამბობს რომ ჯერ იყო იმპერატორი, მერე იყო დიქტატორი სტალინი და ჩვეულებრივი ამბავია ესეც რა მოხდა რომ იყოს ხო ამისთვის ეს არ არის უცხო მე სულ ამბობდი რა მაშინ ასეთ საზოგადოებაში რისი მიღწევა შეუძლია ამ პროტესტს აი ახლა მივალ მანდამდე რომ რეალურად სულ ამბობდი იმას რა რომ აი ძალიან დავაგვიანეთ საზოგადოების განათლება რომ გვეთქვა საზოგადოების რომ ეს რა არის რა შეიძლება იყოს ძალიან დავაგვიანეთ, მაგრამ აღმოჩნდა რომ არც ძინეთ ყოფილა საქმე, იმიტომ რომ გარკვეული ტრიგერის შემთხვევაში უამრავი ადამიანი გამოდის პროტესტზე, ძალიან კონკრეტულ პროტესტზე გამოდის, ხო? ესეც ეხლა ამაზე ჩვენ არ უნდა ვილაპარაკო, იმაზე მე არ ამგონია ვილაპარაკოთ, რა 500 კაცი გროვდებათ რაღაცა. 3 თვეა ეს ამბავი მიდის და ეს ამ 500 კაცის უკან 500 კაცი ინარჩუნებს ამ პროტესტის მდგომარეობას, ხო? აი დავამთავრებ უცებ და ამ პროტესტის მდგომარეობას ინარჩუნებს და ეს არ ნიშნავს იმას რა რომ ეს პროტესტი არ არსებობს საზოგადოებაში. ეს ტრიგერი აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ არ არსებობს დღეს ქვეყანა სტაგნაციაშია, ხო? იმიტომ კი არ არის სტაგნაციაში რომ აი პროტესტი ხდება რა. იმიტომ რომ რაღაცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ეგრეთ წოდებულმა ეხლა de facto ხელისუფლებამ და აი იმ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, იმიტომ რომ იცის რომ ეს 500 ადამიანი იმ ძიმე გადაწყვეტილების შედეგად 500,000-ად იქცევა. რეალურად ეს პროტესტი ნიშნავს რასაც უნდა აკეთებს, ხო? ვისაც უნდა იჭერს, ხალხს აჯარიმებს, რა კანონებსაც უნდა იღებს მედიის შეზღუდვის კანონებს, იღებს არასამთავრობო ორგანიზაცია, ანუ ყველაფერს ფულის ჩაკეტვის მალე ყველაფერს გააქრობს ამ ქვეყნიდან. და ამას აკეთებს ესე ნელ-ნელა. კი, ეს არის ინსტრუმენტები. და ის ხალხი ამას ტაშ დაუკრავს, იმიტომ იმათ ეუბნება რომ ესენი ყველანი აგენტები არიან. რა თქმა უნდა, ეს არის ინსტრუმენტები, რითაც ჩვენი დატერორებით, საზოგადოების დატერორებით, სასამართლოს ფაქტის გაქრობით, ეს არის ის ინსტრუმენტები, რომლებიც მე ადვილად
განახორციელებენ იმ რაღაცა ძიმე შედეგს რომელიც საბოლოო ჯამში უნდა მიაღწიონ. რისთვისაც მოსვლები არიან. ხო და რატო ფიქრობ ამ პროტესტის იმაზეც გადავიდეთ, რომ ეს პროტესტი მიაღწევს შედეგს, როგორ რა გაძლევს ამის იმედს? ხო. ჩვენ ახლა ხანდახან ისეთი დამოკიდებულება გვაქვს რა, რომ აი დღეს უნდა მივიღოთ შედეგი. წარმოვიდგინეთ რას ვებრძვით. ჩვენ ვებრძვით იმპერიას, რომელიც რეალურად ატერორებს სამყაროს. ჩვენ მართლა ამ იმპერიას ვებრძვით. და ეს არ არის პათეტიკური სიტყვები და ეს არ არის ატერორებს სამყაროს იმპერიას სამყაროს ატერორებს, აი ამბობს რა, რომ ეხლა მე ლუგანსკს და იმას თუ არ დამithმობთ, მე ოდესაში შევა. ან მაშინ იმას რა ქვია, ლუგანსკი და ის რომ ოდესაზე პრეტენზია აღარ მქონდეს, ხო? და ის კრიმინალური, ბრუტალური მოთხოვნილება რომ გააქროს რომელიღაცა ქვეყანა, ხო? აი ამ სახელმწიფოს ვებრძვით ჩვენ. თავისი პროპაგანდისტული მანქანებით, რომელიც პროპაგანდისტული მანქანები უკვე 200-300 წელია ერთი და იგივე მეთოდით მუშაობს, ერთი და იგივე მეთოდით უნის ქართული საზოგადოების ტვინებს, ხო? მე მართალი გითხრათ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ პროტესტი აქამდე გაგრძელდებოდა და ქართულ საზოგადოებაში იქნებოდა საზოგადოების ის დიდი ნაწილი, რომელსაც არ ექნებოდა პოსტსაბჭოთა ტრავმა. ან გადახარშული ექნებოდა, გადააზრებული ეს პოსტსაბჭოთა ტრავმა. და ეს ხანგრძლივი პერიოდია, ეს სავარაუდოდ არის სოფლიო როგორ ვითარდება, მოგეხედეთ დღეს ძალიან და ფიქრობ რომ არის იმის შანსი რომ ივანიშვილმა მოახერხოს და მართლაც დაამყაროს ამ ქვეყანაში დიქტატურა რეალურად და იყოს დარჩეს სამუდამოდ სიცოცხლის ბოლომდე ხელისუფლებაში. საბოლოო ჯამში ხო ხედავთ ხო მიზანი ეს არის პირდაპირ გითხრეს არჩევნებზე 12 წელი ხო ვიყავით მინიმუმ 12 წელი კიდევ იქნებით ეს მინიმუმი და მეც იქნებიან და ალბათ იქნებიან ეს არის ხო მათი სურვილი. რეალურად ხო მთელი ბრძოლა ამაზე მიდის რომ დარჩნენ სამუდამოდ ხელისუფლებაში. სულთანი იყო მართავს ან არ ვიცი რაღაცა ეგეთი. მოახერხებს ამას როგორ მოდი? მე ეჭვი მაქვს რომ მოახერხოს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, ხო, ძალიან არაბუნებრივი მეთოდებით მე მესმის, რომ დაახლოებით ეგეთი მეთოდებით ბოლშევიკებმა მიაღწიეს ამას და 70 წელი იყვნენ, ხო? თუმცა არ გამოდგა ის 70 წელი საბოლოო ამბავი, ხო, ძალიან მძიმე იყო, ძალიან რთული იყო, სადაც 60-იანების მერე ბოლშევიკური საზოგადოება ისე აი ბოლშევიკური establishment-ი, ცუდი სიტყვა establishment-ი ბოლშევიკებისთვის, ხო? ეს ბოლშევიკური დიქტატურა ისე გაიხსნა, რომ თავის ჭამა დაიწყო. ამას საკმაოდ დიდი პერიოდი დაჭირდა, ხო? ხო, მაგრამ ახლა 70 წელი ხო. მე არ ამგონია, რომ დღეს შეიცვალა მდგომარეობა. სხვა რიტმია სამყაროში, სხვა ურთიერთობებია, სხვა მოთხოვნილებებია. მე არ ამგონია, რომ ესე მოხდეს ეს ამბავი. ისიც კი, რასაც ლუკაშენკო აკეთებს, ხო? ისიც კი ნელ-ნელა თითხრწნაში წავა, იმიტომ რომ სამყაროს კანონია ესეთი. სამყაროს კანონია. ხო, ლუკაშენკო საკმაოდ დიდხანს არის და აი ჩვენ თუ ბელორუსის დონეზე მივედით, შეიძლება აქაც საკმაოდ დიდხანს აღმოჩნდეთ ამ დიქტატურაში. მე ხა პესიმისტურს არ ვიტყვი. ამას როგორც ეხლა ლუკაშენკოს იქ უჭერს ხალხი, ხარს, ხო, ყავს თავის მომხრეები და საკმაოდ მრავალრიცხოვანი. ისე ეყოლება ამასაც. პესიმისტურ ამ იდეოლოგიით, რომ აი ჩვენ ვებრძვით რაღაცა მტრეებს და დასავლეთის ჯაშუშებს. ხო, მე პესიმისტურ პესიმიზმი სტურად არ მიუდგები ამას, მაგრამ ესეთი თუ ქართული საზოგადოება უმეტესი ნაწილი ამისთვის არის მზად, რომ ეს ცხოვრება კონდეს, ხო? მე არ ამგონია, რომ ქართული საზოგადოება ამისთვის უმეტესად იყო. ზოგი არის გაჩერებული, ზოგი არის გაჩუმებული. არ არის ქართული საზოგადოება ამისთვის მზად, რომ ესეთი ურთიერთობებისთვის იყოს და ესეთი დიქტატურისთვის იყოს მზად. იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც მომხრეები არიან და რადიკალური, მათი შვილები საზღვარგარეთში ცხოვრობენ. მათი შვილები დასავლეთ სამყაროში ცხოვრობენ. მათი შვილები მოითხოვენ ამ შეცვლას სამყაროს ურთიერთობების. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ რა, რომ ესე ადვილი არ არის, თუმცა არც გამარჯვება არის ადვილი. ხო, და რა არის საჭირო გამარჯვებისთვის? მოთმინება, მეთოდური ბრძოლა და მეთოდურად აზროვნება ისეთი,
რომ მეთოდურად დიქტატურას არ მივცეთ საშუალება, რომ გამოიყენონ ის რადიკალური ზომები, რასაც იყენებს ლუკაშენკო, რასაც იყენებს პუტინი. როგორ რა ისევ გაძლებაზეა ლაპარაკი. ჩვენ რეალურად უნდა შევხედოთ ამ იმას. ისევ გაძლებაზეა ლაპარაკი, ისევ აზროვნებაზეა ლაპარაკი, ისევ მეთოდურ ნელ-ნელა ბრძოლაზეა ლაპარაკი, თანხwebdriver საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებით, რომ ესე ცალსახად აი ეხლა მე ამას ვიზავ, ხო? ეს გარკვეულად ილუზიაც არის, ცოტა ინფანტილური დამოკიდებულება არის, თუმცა მეთოდური დინჯი მოთმინებით ბრძოლა, ხო, მოთმინებით ბრძოლა. დღეს 500 იქნება, ხვალე 1000 იქნება, ესე, იმიტომ რომ ჩვენ ნაბიჯ უნდა მივიდეთ ამისკენ. ამას ვერ ჩააქრობენ, იმიტომ რომ ფიქრობ თუ არა რომ პრობლემა არის ასევე ოპოზიცია, რომელიც დისკრედიტირებულია, ფიქრობ. იცი როგორი ამბავია? და ნდობა არა ხალხში საერთოდ. ხო, ოპოზიციის დისკრედიტირება ეს არის დიქტატორული და იმპერიული მეთოდების ჩვეულებრივი თანამდები, ხო? აქაც იგივე ამბავი ხდება, ხო? რომ საზოგადოება რამდენადაც არის მზად, რომ გაითავისოს აი ეს ოპოზიციური ურთიერთობები, მათი პროგრამები, იმდენად ეს არის ტყუილი ამბავი, საზოგადოება არა, ხალხი არაფერს არ წყვეტავს, ხალხი წყვეტავს ყველაფერს. ხალხი სანამ არ იფიქრებს იმაზე, რომ არის საჭირო პარტიული ურთიერთობები, არის ხო, მაგრამ ამ პარტიებს თან ვერ აქვს, არა აქვს ბრმა, ხო, ზოგი საერთოდ ზულთ, მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას ზულს მოსახლეობის დიდ ნაწილს. და აი ამაზე საკარგად მაშვება, რა ქვია, აგროვებს, ქულებს ქართული ოცნება. იცი როგორ არის? ნაციონალური მოძრაობა სულ რომ იდეალური ყოფილიყო, ეს ამბავი მაინც მოხდებოდა, იმიტომ რომ ეს იყო პირველი პარტია რეალურად, რომელმაც დასავლური მიმართულება დაიკავა, ხო? რატო შევარდნაძეც დასავლური? ნუ რაღაცა პირველი პარტია არ იყო, რაღაც ერთი თანმიმდევრული იყო, თუმცა ზუსტად იმის მსხვერპლი გავხდით. სულ ყველა, რომ ქართული საზოგადოება ზოგადად მაინც არ იყო მზად ამ ყველაფრისთვის. არც თვითონ ეს პარტიული ურთიერთობები მაშინაც აი იმ ძალადობის ფორმას ვერავინ ვერ შევეშვით. 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმებით სულ ყველა ეს ძალადობის ფორმა დღეს აკუმულირდა და უბრალოდ ესენი გვეუბნებიან, სალაპარაკო თემა აქვს, ხო? უბრალოდ ესენი გვეუბნებიან რა, რომ აი ჩვენ ვართ მიჩვეული ამ ძალადობას და მოდი რა გავაგზავნოთ ეს ძალადობა. თან გეუბნები რომ მე ვებრძვი ნაციონალურ მოძრაობის ძალადობას, ვემიჯნებ ნაციონალურ მოძრაობის ძალადობას, ამაზე კაპიტალს ვაგროვებ, ქულებს ვაგროვებ, ახლა ეგერ საერთოდ კომისია შექმნეს პარლამენტში და ნაციონალურ მოძრაობას ასამართლებენ და პლუს თვითონაც იგივე საკეთებენ. ხო, თვითონაც ძალადობენ. მაგრამ აი ეს მათი მხარდამჭერები მე მაგალითად გვარ მომწოდა ნაციონალურ მოძრაობის ძალადობა, არც მათი ძალადობა არ. რა თქმა უნდა. მაგრამ ქართულ ოცნებას ყავს მხარდამჭერები, რომელსაც არ მოსწოდათ ნაციონალურ მოძრაობის ძალადობა, მაგრამ ქართულ ოცნების ძალადობას ვერ ხედავენ. ხო, ასეთ სიტუაციაა. მე მაგას ვამბობ რა, რომ საზოგადოება უნდა იყოს ამისთვის და როდესაც არ მოგწონს ერთი ძალადობა, მაშინ არ უნდა მოგწონდეს მეორე ძალადობა, ხო? მაგას ვამბობ მე რა, რომ საზოგადოება უნდა იყოს მზად. იმით აშინებენ, რომ თუ არა ნაცები მოვლენ. და არის გიზა. იცი რა არის? და ასე შემდეგ. რომელი პარტიის წარმომადგენელი დაამტროს ადამიანს თავყოს და უსამართლოდ დაიკავა, აი ისევ იქ მივდივარ, ისევ იქ ბრუნდები. საზოგადოება უნდა იყოს ამისთვის მზად. საზოგადოების 5 ადამიანიდან 3 მაინც თუ ჯანსაღად უყურებს, ხო? მაშინ ეს ბრძოლა წავა დადებითისკენ. თუ 4 უყურებს ჯანსაღად, წავა ბრძოლა და აი ასე შემდეგ. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატია ხო ეგ არის, ხო? ვინც საზოგადოების დიდი ნაწილი თუ ამ მიმართულებით მიდის, ის სახელმწიფო მიდის იმ ქვეყანა იმ მიმართულებით აზროვნების, მენტალობის თვალსაზრისით, ხო? ჩვენ ხან ძალიან ვავიწროვებთ ამ პარტიულ პროგრამებზე. დღევანდელ სიტუაციაში, აი ამ ქართულ სიტუაციაში და აი ამ სამყაროების პრაქტიკულად ისეთ როგორ არის, რომ ეს არის ცივილიზაციული ომია. დღეს ვართ ჩვენ ცივილიზაციური ომის აი პირდაპირ ცენტრში, ხო? სანამ ამ ცივილიზაციურ ომში მენტალობის დონე არ განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოების მენტალობას, ხო? სანამ ისინი არ მიხვდებიან რა, რომ შენ თუ იმ ხელისუფლების ძალადობას არ ამართლებდი, ძალადობა, ამასაც არ უნდა გაამართო რა, მაგრამ აი აქ
აი აქ ისევ და ისევ მივდივართ იმ განათლების რაღაცა საზოგადოების ერთი საშუალო განათლების დონის დონემდე. როდესაც ერთი რიგითი სტატისტიკური ქართველის განათლება, ხო, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ამომრჩეველი რეალურად ქართულ საზოგადოებას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო ყუთთან მიდიან, იმას უფლება აქვს და ამ უფლებას ძალიან კარგად იღე. იმას უფლება აქვს გადაწყვიტოს სახელმწიფოს ბედი და ამ უფლებას სხვადასხვა ძალები იყენებენ სათავისოდ, ხო? ჩვენ დავკარგეთ და არ დავკარგეთ ჩვენ ცოტა ხნით. მაგრამ რას მომწონს, რომ იქნება ამ ოპოზიციასთან ერთად, ოპოზიციაშიც არის პრობლემა და ამ ოპოზიციასთან ერთად არ გამოვა არაფერი. ის ოპოზიცია სხვა საზოგადოების წევრია. ხო? ამ საზოგადოების პროდუქტია ეს ოპოზიციაც, ხო? და იმ ოპოზიციაშიც გარკვეულწილად უცებ ხანდახან დაინახავ ისეთ განხეთქილებას. საჭიროა რეფორმა, ცვლილება, არ ვიცი, ახალი ხალხი, ხშირად ამბობენ ახალი სისხლი, მაგრამ ეს არ გამოდის, ხო? ვიღაცა ახლა გბოლენ და მაინც იგივე წრეზე იწყებენ მე ტრიალს. როდესაც იმ მოძალადე ძალების უკან დგას იმ ხელა რესურსები, რასაც რუსული იმპერია ქვია, ხო? რა თქმა უნდა, როცა ხელისუფლების უკან როცა ხელისუფლება იყენებს ყველა იმ მეთოდებს, დიქტატორულ მეთოდებს, ხო? რა თქმა უნდა, ეს გართულდება და გაძნელდება რა, იმიტომ რომ ადამიანს ნებისმიერი სუფთა წარსულის ადამიანს, აი ესე მე ვეტყვი რომ შენ ხარ ესეთი და ესეთი, ხო, ცუდი და ეს არის ცუდი და კარგი და აი ვინ დაუჯერებს. აი მან ისევ იქამდე მივდივართ საზოგადოების მენტალურ დონემდე, ხო? ისევ იქამდე მივდივართ, იმიტომ რომ ხო, რა, ამ საზოგადოებას ეხლა ჩვენ ვერ შევცვლით ორ დღეში, ხო, ეს არის ჩვენი ამორჩეველი რაც არის. მაშინ რა უნდა შეცვალოთ? რა შეიძლება რომ სწრაფად შევცვალოთ? ხო, ეს მე ამჯერა კი არა, ეს სწრაფად არ მოხდება. რა თქმა უნდა, არ მოხდება, მე ისაც ვამბობ რა, რომ აი მეტნაკლებად დაგვიანებულია რაღაცები საზოგადოების განათლება საზოგადოებასთან და ჩვენ დავკარგეთ. ჩვენ ერთ დღესაც აი ესე გადავწყვიტეთ, რომ 90-იან წლების დასაწყისში დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და მორჩა. ვართ თავისუფალი ადამიანები. და არავის არ უზრუნია იმაზე, რომ მართლაც საზოგადოების დალაპარაკებდა რა არის თავისუფლება. მე რომ დავწერე ჩემი ორი რომანი, რომელიც იმას რა ქვია, ეხება ბოლშევიკურ დიქტატურას, აღმოვაჩინე, რომ ქართულ ლიტერატურაში ძალიან ცოტა ესეთი რამე შექმნილი. ის კი რომ მე რაღაც ცოტა ესეთი ჩვენ არ გვილაპარაკია რა ხდებოდა იმ დიქტატურაში. რისი შედეგები ჩვენ ავართ. აღმოვაჩინე რა, რომ აი ეს გოდორი შემთხვევით აღმოჩნდა შემთხვევით აღმოჩნდა აი აქ იმას, ხო? ოსტრაჭილაძის გოდორი, ხო? ესეთი იშვიათი და 1-2 ნაწარმოებია, ესეთი რომელიც ლაპარაკობს იმაზე, რაც შეიძლება დღეს ჩვენ გვაქვს საზოგადოების მენტალობაში, ხო? ხანდახან რჩება ხოლმე ესეთი შთაბეჭდილება რა, რომ ჩვენ ვერაფრით ვერ გავიცანით. ვერაფრით ვერ გავიაზრეთ, ვერ გადავიაზრეთ ისტორია, ხო? ვერ გადავიაზრეთ ეს არის ისტორია, ეს რაღაცა საუკუნეების წინ. ეს არის ისტორია, ეს არის ჩვენი ცხოვრების ერთი ნაწილი. კი ბატონო, მაგრამ ნუ ხა მე მაგალითად მეგონა რამდენიმე წლის წინ რომ საქართველოს მოსახლეობას ვერ გაუბედავდნენ იმას, რომ ეთქვათ, რომ აი დასავლეთი აღარ გვინდა. დასავლეთი ცუდია, იქ რაღაც გლობალური ომის პარტია, მასონები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აი თითქოს ვფიქრობდი, რომ ჩამოყალიბებულია ჩვენი საზოგადოება, ყველა გამოკითხვაში ასე ჩანდა, რომ მას აქვს არჩევანი გაკეთებული დასავლეთის მიმართულებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პროპაგანდას დამარტივად შეუძლია ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვას. რა თქმა უნდა. ეს ისე აი სწორედ ეგ ვერ გავიაზრეთ ჩვენ, რომ ეს ისე სწრაფად არ ხდება ადამიანების ტვინებში. როდესაც ადამიანები თაობებით არიან ამ ძალადობის მსხვერპლი ტვინში, გენეტიკური მახსოვრობა გვაქვს იმ ძალადობის ჩვენ. როდესაც ჩვენ უცებ ვერ გავიაზრეთ, აი მაგას ვამბობ რა, რომ ჩვენ უცებ ერთ დღეს გვეგონა, რომ დამთავრდა. ჩვენ ვართ მენტალურად თავისუფლები. აღმოჩნდა, რომ ეგრე არ არის საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში. მაგრამ მე არც ის მეგონა, რომ ქართული საზოგადოების ამხელა ნაწილი ამდენი და საკმაოდ ძალიან დიდი ნაწილი აბსოლუტურად ჯანსაღია. ხო, ნუ მაინც ალბათ ეს პროგრესიულ უმცირესობას მოაქვს მაინც. რა თქმა უნდა. მაგრამ იქნება ხა საკმარისი ეს უმცირესობა, რომ გარდატეხა შეიტანოს, აი ეს არის საინტერესო. ეგ არის ბრძოლა.
ეგ არის სწორად ის ბრძოლა. ეგ არის ის გაუთავებელი, ძალიან ხანგრძლივი, დიდხნიანი ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ეხლა ვეწევით. ეს არის ბრძოლა. ბრძოლა ესე არ არის. ვიღაცებს გონიათ ხან ერთხელ ერთი-ორჯერ ვიღაცებს ესე რაღაცებს იმაშვრები არ არის, ვითომ აი ძალადობრივ მეთოდებს რო გთავაზობენ. ძალადობრივი მეთოდებით გამარჯვებები არ ხდება. გამარჯვება ხდება აქ. სანამ 10 ქართველიდან 8 თავის ტვინში არ მიხვდება სად არის ჯანსაღი სამყარო, ხო? მანამდე არანაირი ძალადობრივი ფორმები არ მუშაობს, არის ტყუილი. ეხლა არის სწორედ ეგ ბრძოლა. ეხლა მიდის სწორედ ეგ ბრძოლა ხანგრძლივი, მეთოდური, დღეს შედარებით ისეთი თითქოს არავინ უიფიქრებს რა, რომ მუხტი დაწეულია, ხო? არავინ უიფიქრებს მაგაზე რა. აქამდე რო გრძელდება და ადამიანები რო ისევ რაღაცნაირ პასუხისგებლობას გრძნობენ ამ ყველაფრის მიმართ, ეს ყველაფერი ისეთი პერმანენტული იქნება და აქტიური. ნელ-ნელა ამას ყველაფერს ის რა მოდით ესე ვილაპარაკოთ, ის რა კანონებსაც ახლა იღებენ, ხო, დრაკონულ კანონებს და აი ამ ველურ კანონებს. რაღაცა კანონები ვერც იმუშავა. იმიტომ რომ ეს კანონები ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებებში არ არის. ერთმანეთს უპირისპირდება ყველაფერი. მე ხლა შეიძლება ცოტა რაღაც ზედმეტ ფილოსოფიაში გადავედი, მაგრამ მართლა ესია. ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა, ხანგრძლივი მენტალური ბრძოლა და მენტალური გამოსწორება საზოგადოების. მენტალურად ჯანსაღად საზოგადოების გამოსწორება. ხო, ნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება ეს ბრძოლა. მადლობა გადაცემაში.